რუსთავმა ახალგაზრდულ კონფერენციას ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები უმასპინძლა. კონფერენციას 300-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა ესწრებოდა. ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა, ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა 21 საუკუნის ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრეს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ ის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, რომლითაც შეძლებენ კიდევ უფრო მეტად განავითარონ თავისი უნარები, დასახონ ახალი მიზნები და ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები. ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში რუსთავის მუნიციპალიტეტის დიდი მხარდაჭერით დღეს რუსთავში ტარდება ახალგაზრდული კონფერენცია, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მოусმინონ ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებს და გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე კონფერენციაში ახალგაზრდობა და გლობალური შესაძლებლობები, რადგან მომავალს ახალგაზრდები ქმნიან. საინტერესო სკიპერები ყავდა, რომელთაც სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. მათ დღეს უთხრეს კიდევ 300 ადამიანს, თუ როგორ უნდა განავითარონ საკუთარი თავი. იმედი მაქვს, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება.